გამარჯობა, ეთერშია ბიზნესი რუსთავიორზე, მე ჟურნალისტი სოფლო ხანიშვილი გრიგავარი. საქართველოში აქტიური ტურისტული სეზონი იწყება, თუმცა სექტორი წელსაც გამოწვევების ფონზე ხვდება ახალ სეზონს. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტურიზმის ინდუსტრია სხვადასხვა სირთულესთან გამკლავება ხშირად უწევს, თუმცა მთავარი განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების პროცესის შენარჩუნებაა. წელს სექტორზე უარყოფით გავლენას საგარეო ფაქტორები ახდენს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო ისრაელიდან და გალფის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადები შემცირებულია, რაც ფრენების შეზღუდვას უკავშირდება. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აღნიშნული ბაზრები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. არსებული სირთულეების მიუხედავად, სექტორში ფიქრობენ, რომ ტურისტული ინდუსტრია გამოწვევების გადალახვა შეძლებს, თუმცა ამისთვის კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის გარკვეული ნაწილი აღმოსავლეთ ქვეყნებიდან იყო და ეს არის ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანას აკლია. ამიტომაც აუცილებელი და მნიშვნელოვანი არის გადაიდგას ის ნაბიჯები, რაც პირდაპირ ფრენების ევროპის ქვეყნებიდან იქნება თუ ახლო მეზობელ ქვეყნებიდან იქნება, რა თქმა უნდა ამაზე მუშაობა მნიშვნელოვანია და სტანდარტი რომ ჩვენთვის არ უნდა იყოს გეოგრაფიული არჩევანი, ეს მნიშვნელოვანი არის, რომ ქვეყანაში საიდანაც ტურისტის ჩამოსვლის სურვილები არსებობენ, ყოველთვის უნდა იყოს პირდაპირ ფრენების შესაძლებლობა. პარაპლანით ფრენის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია, რაშიც დიდი როლი ირან-ისრაელის დაპირისპირებამ ითამაშა. ამის შესახებ პარაგლაიდინგის ფედერაციაშიაც განაცხადეს, რაც შეეხება პარაპლანით ფრენის რეგულაციებს, როგორც სექტორში ამბობენ, გაამართლა და ქაოტური მოცემულობიდან სექტორი დასტაბილურდა. ფედერაციის თავმჯდომარის ირაკლი კაპანაძის თქმით, გასულ სეზონზე დატვირთულობა მაღალი იყო, თუმცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ტურისტულ ნაკადებზე და მათზე, ვინც უშუალოდ სათავგადასავლო აქტივობებითაა დაინტერესებული, ძალიან იმოქმედა, რადგან აღნიშნული ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები საერთო ნაკადის მესამედ შეადგენდა. ფაქტობრივად დაცარიელებულია ისეთი საფრენი ლოკაციები, როგორიცაა გუდაური. ცნობისთვის ამ დროისთვის 60-მდე პილოტს აქვს ფრენის ლიცენზია და დამატებით 15-მდე სოლო მფრინავს. საფრენი ადგილები კი გამოყოფილია ანანურში, გუდაურში, კახეთში, მესტიასა და ბაკურიანთან. გადაცემას ისევ ტურიზმის თემით განვაგრძობთ მიმართულებით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ინდუსტრია და მყისიერად რეაგირებს როგორც ეკონომიკურ კრიზისებზე, ასევე კონფლიქტებზე. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა გლობალური ტურისტული ბაზარი კიდევ ერთხელ შეცვალა, იცვლება მოგზაურობის მარშრუტები, უსაფრთხოების მნიშვნელობა და ეს ყველაფერი აქტიური სეზონის დასაწყისის მოლოდინში. როგორია სამზადისი საქართველოში, რას ელოდება ინდუსტრია ზაფხულის სეზონისგან და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს რეგიონში მიმდინარე პროცესებმა საქართველოზე, გიორგი დოლიძე, HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელი გვიერთდება პირდაპირ ეთერში. გამარჯობა გიორგი და მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მადლობა ასევე მოწვევისთვის. გიორგია, მინდა უცებად დავიწყო ამ თემით. 3 თვე გავიდა კონფლიქტის დაწყებიდან და ძალიან საინტერესოა ამან შეცვალა თუ არა გარკვეულად თამაშის წესები საქართველოს ტურიზმის სექტორში, მოხდა თუ არა გადალაგება მარშრუტების, ბაზრების დივერსიფიცირების საკითხი გახადა თუ არა აქტუალური ამ საკითხმა და გამოწვევამ. რა თქმა უნდა, როდესაც ქვეყნისთვის ერთ-ერთი ძალიან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულება იკეტება, სადაც მიმდინარეობს მსგავსი ტიპის, თქვათ, აქტიური დაძაბული მოქმედებები, ჩვენ ვიცით, რომ ისრაელი საქართველოსთვის არის საკმაოდ, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი მიმართულება, საიდანაც მასიურად შემოდიან ტურისტები მთლიანი წლის მანძილზე, როგორც არასეზონზე, ასევე მაღალ და საშუალო სეზონებზე, ასევე ემირატები არის არანაკლებად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, გამომდინარე იქედან, რომ ეს ორი მიმართულება ქმნის ერთგვარ მასას, რომლითაც ქვეყანა აბალანსებს მის დაბალ სეზონსაც, გარკვეული რეგიონებისთვის კი საერთოდ საშუალო სეზონის დატვირთულობასაც კი ქმნიან ხოლმე აღნიშნული ლოკაციები და როდესაც ფაქტობრივად ორი ძირითადი სამიზნე სეგმენტი გეხსნება, აქ რა თქმა უნდა ძალიან დიდ სირთულეებს იწვევს, გიწევს გარკვეულწილად გადალაგებები, გიწევს სტრატეგიის შეცვლა, გიწევს რომ უფრო იფიქრო ახალ-ახალი მიმართულებებიდან, თუმცა ხელს გიწყობს ძალიან ის ფაქტი, რომ არის ბაზრები საკმაოდ დივერსიფიცირებული, არის უამრავი პირდაპირ ფრენა დამატებული სხვადასხვა მიმართულებებიდან, ევროპიდან, ასევე აზიის ქვეყნებიდან,
და ასე შემდეგ, რაც ცალსახად გიმაგრებთ ზურგს იმაში, რომ სწრაფად შეძლო იმაზე გადაწყობა, რომ დააბალანსო და ნაწილობრივ შეავსო დანაკარგი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაბალი სეზონია, როდესაც ეს ყველაფერი ხდება მარტის თვის დასაწყისში, თებერვლის მიწურულს, რა თქმა უნდა, თითოეული ჯავშნის გაუქმებას კი არის ძალიან მტკივნეული, რო არ ვთქვათ, ამდენ მოცულობაზე, რაც ჩვენ ვნახეთ. თუმცა შეგვიძლია აღნიშნოთ, რომ დაახლოებით 25 მარტის შემდგომ ტენდენცია უფრო პოზიტივისკენ წავიდა. მარტის თვე ჩვენ საშუალოდ 60, ხოლო აპრილის თვე 85-90% დატვირთულობით დავხურეთ, რაც ნამდვილად კარგია და არის იმის დამსახურება, რომ თვითონ სექტორმა სახელმწიფომ საკმაოდ დიდი ნაბიჯები გადადგა გასულ წელსაც, როგორც წეგან აღნიშნეთ, ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით და აი ეს პირდაპირი ფრენები ძალიან ხელშემწყობი და დამხმარე ძალა აღმოჩნდა, რომლის დამატებაც საკმაოდ აქტიურად დაიწყო 2025 წლის დასაწყისიდან და დღემდე გრძელდება. გიორგი, რა მიმართულებებით მოხდა დაბალანსება ამ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებების შეჩერების დროს? აი რა მიმართულებები გააქტიურა სექტორმა? თქვენ აღნიშნეთ, რომ ძალიან ბაზარი დივერსიფიცირებული, ასევე ისიც აღნიშნეთ, რომ ბევრი მიმართულებით არის პირდაპირი ფრენები, თუმცა ისრაელის და გალფის ქვეყნების ჩანაცვლება, ასე ვთქვათ, დროებითი დაბალანსება უпростоრად, რომელი მიმართულებების გააქტიურების ხარჯზე მოხდა და რომელი მიმართულებების გააქტიურების ხარჯზე მიიღეთ ის შედეგი, რაც მიიღეთ. ძირითადად ეს იყო ევროპა. აღსანიშნავია იმ კონკრეტული პერიოდისთვის, როდესაც იყო თებერვლის ბოლო, მარტის დასაწყისი ევროპისთვის, ისედაც დაბალი სეზონი იყო. უფრო ევროპელები მოგზაურობას იწყებენ აპრილის ბოლოს, მაისის თვის დასაწყისში, თუმცა მაინც შეინიშნებოდა საკმაო აქტივობა მარტშიც, ანუ ევროპიდან საკმაოდ დაბალანსდა, იყო მეზობელი ქვეყნები, ჩვენ ვარაუდობდით ომის დასაწყისში, რომ გარკვეულწილად ის სეგმენტი, თუნდაც ევროპიდან და თუნდაც ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ვინც საკმაოდ ხშირად დადიოდა ხოლმე გალფის ქვეყნებში, კერძოდ დუბაის მიმართულებით, როდესაც აღნიშნული დესტინაცია ჩაიკეტა და აღარ ჰქონდათ საშუალება, რომ იქეთ წასულიყვნენ სამოგზაუროდ, რაღაც კუთხით ნაწილი მათგანი შეიძლებოდა ავტომატურად ჩვენსკენ გადმომისამართებულიყვნენ, გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მშვიდი რეგიონის სახელითაა დაპოზიციონირებული ჩვენი ქვეყანა. ასეც მოხდა? ამას რო ელოდებოდით, ასე მოხდა? კი, ასე მოხდა, რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ესე ვთქვათ, ეს დაძაბული მოქმედებები, ესკალაცია და ასე შემდეგ საკმაოდ გახანგრძლივდა. ჩვენი იმედი გქონდა, რომ დაახლოებით როგორც შარშანდელი გამოცდილებით არ უნდა გაცდენოდა 2 კვირას, თუმცა ხედავთ, რომ დღემდე მიმდინარეობს სამწუხაროდ და აქედან გამომდინარე უკვე ადამიანები სადაც ფიქრობდნენ, რომ მოგზაურობა ჰქონდათ დაგეგმილი, უნდათ სადღაც გასვლა, ხო, დასვენება, სხვადასხვა მიზნით მოგზაურობა, თავისთავად მათი გარკვეული ნაწილი, ამ ჯგუფის გარკვეული ნაწილი, როგორც ევროპიდან, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვიდა სწორედ საქართველოში და ამანაც გიორგი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აქტიურ სეზონზე რა მოლოდინები გაქვთ. ეს მაინც შედარებით პასიური სეზონი იყო, მარტი, აპრილი, შედარებით კიდევ უფრო აქტიური და კიდევ უფრო აქტიურ სეზონზე რა მოლოდინი აქვს სექტორს? რა მოხდება? საიდან იქნებიან ძირითადად დამსვენებლები? რა მოცულობის და რაოდენობის ტურისტებს ველოდებით? აქტიურ სეზონზე, რა თქმა უნდა, მოლოდინები გამომდინარე ისე დღევანდელი რეალობიდან და იმ მოთხოვნიდან, წინასწარი რეზერვაციებიდან, რომელიც კეთდება უკვე 2026 წლის მაღალი სეზონისთვის, გვაქვს საკმაოდ პოზიტიური. ვფიქრობ, რომ აპრილის თვე როგორც დაიხურა 85-90% დატვირთულობის ნიშნულით, ვფიქრობ, სეზონზე ასე უნდა გაგრძელდეს დაახლოებით 80-დან 90%-მდე და მივიღოთ ჩვენ დატვირთულობა. ძირითადი სეგმენტი იქნება ევროპა, იქნება ჩვენი მეზობელი ქვეყნები, იქნება ჩინეთი, კორეა
და ის სხვადასხვა მიმართულებები, რომლებიც უფრო მეტად ვითარდება წლიდან წლამდე მთლიანობაში. ვფიქრობ, რომ 2025 წლის პერიოდს 2026-მა მინიმუმ 5%-ით მაინც უნდა გადააჭარბოს როგორც შემოსავლების, ასევე ტურისტული ნაკადების შემოდინების კუთხით, ხოლო რომ არა აი ეს ვითარება, რაც არსებობს და რაზეც ყველა, ასე ვთქვათ, საუბრობთ, მაშინ იქნებოდა ჩემი აზრით მინიმუმ 10%-იანი ზრდა 2025 წელთან შედარებით. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, წარმატებებს ვუსურვებ სექტორს. ჩვენს მაყურებელს კი კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელი გიორგი დოლიძე. ჩვენ განვაგრძობთ ეთერს სხვა თემით, ხელსაწყოების გაქირავების სერვისზე. მოთხოვნა საქართველოში მნიშვნელოვნად იზრდება. სექტორში აცხადებენ, რომ წლიური ზრდა დაახლოებით 200%-ს აღწევს და ტენდენცია ყოველთვიურად მზარდია. ბაზარზე ამ დროისთვის 200-მდე დასახელების ხელსაწყო ხელმისაწვდომი, თუმცა ყველაზე მაღალი მოთხოვნა იატაკის, მოსახვეც და ქიმწვენდის აპარატებზეა. სექტორის შეფასებით, თუ მოწყობილობა მომხმარებელს მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის სჭირდება, გაქირავება შეძენასთან შედარებით 70-ჯერ იაფიც კი შეიძლება დაჯდეს. მომსახურებით აქტიურად სარგებლობენ სამშენებლო და საარემონტო სფეროს წარმომადგენლები, თუმცა ძირითადი მოთხოვნა ინდივიდუალური მომხმარებლების მხრიდანაა. სერვისზე ინტერესი იზრდება რეგიონებშიც, განსაკუთრებით მაღალი აქტივობა ამ ეტაპზე ქუთაისშია. ინსტრუმენტი თუ მუშა არის, ესე ვთქვათ, დაახლოებით თვე-ნახევარ ორ თვეში შეუძლია ამოიღოს მისი ხარჯი რაც არის და ორი თვის მერე ინსტრუმენტი მუშაობს სრულიად მოგებაზე. პირველი თვე მაღაზიის რო შევადაროთ მიმდინარე თვეს დაახლოებით 400% არის ზრდა. ძალიან ხშირად აბრუნებენ დაზიანებულ ინსტრუმენტს, მაგრამ ყველა ინსტრუმენტი არის დაზღვეული, არის გარანტიაზე. ამაზე უფრო მეტი პრობლემა არის ის, რომ ხშირად საერთოდ არ აბრუნებენ ინსტრუმენტებს. ქართულ თაფლში ანტიბიოტიკების, პესტიციდებისა და სხვა მავნე ნივთიერებების შემცველობა შემცირებულია. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ინფორმაციით, პროდუქტში დარღვევები ნაკლებია და შესაბამისად ხარისხობრივი მაჩვენებელი გაუმჯობესებულია. თაფლის წარმოების მიმართულება ერთ-ერთია, რომელიც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ყველაზე აქტიურად მიმართავს. ამის მიზეზი საექსპორტო ბაზრებზე გასვლისთვის საჭირო კვლევების წარმოების საჭიროებაა. ბიზნესი გასულ წლებში ლაბორატორიული კვლევების უმრავლესობას საქართველოში ვერ ატარებდა და ნიმუშების საზღვარგარეთ გაგზავნა უწევდა. თუ მაგალითად წლების წინ, რამოდენიმე წლის წინ 10-20 ნიმუში იყო ლაბორატორიაში, დღესდღეობით ეს ნიმუში გათმაგებულია და უფრო მეტი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ უფრო მეტი ჩვენი მწარმოებელი დაინტერესებულია საექსპორტო ბაზრის ასათვისებლად. ამიტომ რა თქმა უნდა არის ინტერესი, რომ კვლევა ჩაატაროს, რომ შეუფერხებლი მოხდეს სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე. ბიზნესი რუსთავიორზე ამით დასრულებულია. მადლობა რომ გვიყურებთ. შევხვდებით ხვალ, თქვენ კი დარჩით რუსთავიორზე.